დაფუძნებიდან 5 წლის იუბილეზე ორგანიზაციამ ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა. 2007 წლის 8 მარტს გაერთიანებული ქართველი და ოსი ქალბატონები დღემდე მშვიდობის მშენებლობას ცდილობენ. ისინი საქართველოს საზღვრებს გარეთ პერიოდულად ხვდებიან და იმ გზებსა და მიმართულებებზე მსჯელობენ, რაც კონფლიქტების მოგვარების პროცესს ხელს შეუწყობს. Ვარ დაგვეწყო ჩვენ ომამდე ჩვენ ფაქტიურად ვერ შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას. ამ 25 კაციანი გუნდით დაიწყო ჩვენი ესეთი ძლიერი მოძრაობა, რომელიც დღეს 1500-ზე მეტ ქალბატონს იწვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენ ძლიერები ვართ იმითი, რომ გვყავს პარტნიორები ცხინვალში ტარდება ანალოგიური საქმიანობა. ყოველი ჩვენი შეხვედრა არის თბილი, უზომოდ სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე და გვენატრება ის ბედნიერი დღეები, ის ბედნიერი წუთები, როცა ჩვენ ომამდე ცხინვალში ერთად ვიყავით, ცხინვალის რეგიონის სოფლებში და ერთად ვიზიარებდით სიხარულსაც და ჭირსაც. ომამდე შექმნილ ორგანიზაციას 2008 წლის შემდეგ დევნილი ქალბატონებიც შეუერთდნენ. საზოგადოების აზრით ამ პროცესებში ქალების მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად ეფექტური შედეგის მომტანი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პროცესებში ქალების ჩართვა, გამომდინარე იქიდან, რომ ქალების აქტიურობა მშვიდობისათვის და უსაფრთხოებისათვის ფიქრობ ძალიან დიდ შედეგს, კარგ შედეგს მოიტანს. ქალის სიტყვა ყოველთვის ფასობდა და იმედი გვაქვს, რომ დღესაც ასე იქნება და თუნდაც ერთი მარცვალი რომ ჩაიდოს ამ მშვიდობისაკენ, მოლაპარაკებებისაკენ, ფიქრობ ძალიან კარგი იქნება. ქალთა ჩართულობის ვექტორის გარდა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. არა იმიტომ, რომ დასავლეთმა ასე მოიწადინა, არა იმიტომ, რომ დღეს უკვე კანონშია მიღებული, რომ 20% პოლიტიკურ პარტიებს თუ ეყოლებათ ქალების სიებში, მაშინ მათი დაფინანსება დაიძიათ. არამედ იმიტომ, რომ აზროვნების სტილი გაფართოვდეს, შეიცვალოს და აქცენტი იყოს მშვიდობაზე. დაახლოებით 1 წლის წინ გორის ციხიდან ქართველმა ქალბატონებმა გაუშვეს სამშვიდობო მოწოდებები, ტრედები გაუშვეს და შესაბამისი წარწერები, ტრანსპარანტები, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და როგორც ვიცი, ანალოგიური ღონისძიება ცხინვალშიც გაკეთდა. ჯერჯერობით ესეთი აქტივობა აქვს ქალბატონებს ცხინვალიდან და საქართველოსიდან და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად საკუთარი ხმა მიიტანონ პოლიტიკოსებთან. ქართველი და ოსი ქალბატონებით შექმნილი ორგანიზაციის 5 წლიანი მუშაობის დეტალებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც ისმენდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათი მხრიდან მსგავსი სახის წამოწყებებს ხელშეწყობა ყოველთვის ექნება. ქართველი და ოსი ქალბატონები კონფლიქტების დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებებს განაგრძობენ. მომდევნო შეხვედრა ერევანშია დაგეგმილი. ერთმანეთის პირისპირ მშვიდობის მშენებლობაზე ამჯერად 6 ოსი და 6 ქართველი ქალბატონი ისაუბრებს.